პროკოფი ეს რუსი უკვე არის რუსი მისიონერი, რომელიც მე-18 საუკუნეში ათონის მთაზე უსმენდა ქრისტეს სიმღერას. როდესაც ამ სიმღერას ხედიან ბერძენი ბერები და შეეკითხა ეს პროკოფი რუსი მისიონერი რა სიმღერით. მოთხრა ეს არის ქრისტეს დედის სიმღერა. სიმღერა რომელსაც უმღეროდა ღვთისმშობელი ქრისტეს. აი ასეთი იყო ლეგენდა. და როდესაც დაუკვირდა ეს პროკოფი ბევრჯერ იყო დაუკვირდა საქართველოში და შეატყო რომ ეს არის ქართული სამხმოვანი სიმღერა. როდესაც მე ჩაიწერა ყველაფერი, მე ჩამოვიდა კიდევ ერთხელ საქართველოში და როდესაც მიადგა ბოლოს ეს სიმღერა გამოდგა მეგრული ნანა. აი ეს არის პირდაპირ, ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს არ არის ვიღა მოგონი. იხილეთ წყაროს დედანი. ყურადღებით ქართველნო. ყველა ვინც ამ ქვაზე დაეცემა დაიმტროვა, ხოლო ვისაც ეს დაეცემა გასრეს.